თემას. გიორგი, შენ არ იყავი იმ დროს, როდესაც ჩვენ ჩავერთეთ ამ კამპანიაში. კი, ჩვენი განათება მივიღეთ გამოწვევა. მე იცი რა, მივიღეთ გამოწვევა ჩვენი კოლეგებისგან, ჩვენ გამოგვიწვიეს ჩვენმა კოლეგებმა, ჩვენმა დილამ გამოგვიწვია. ჩვენ ჩვენი მხრივ გამოვიწვიეთ ბინა ნომერი 18, მაგრამ ჯერ ჩაბარებული, მაგრამ გამოწვევა ველოდებით. მოდი ახლა დავუპატიჟოთ სტუდიაში ჩვენი სტუმრები. ნინო მამალაძე, თამარ გოდოკია, ჯანდაცვის სამინისტროს PR მენეჯერები, ადამიანები, რომლებიც 24 საათის რეჟიმში მუშაობენ აი ამ გამარჯობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. სტუდიაში მოკლედ ეს აღმოჩნდა აქცია, რომელშიც გაერთიანდა თითქმის ყველა, მოედო ტალღასავით ეს რაღაცა ინიციატივა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს გამომსახველებითი აქცია დაიწყეს და ჩვენც ჩავებით ყველანი ამაში და ამაში დასაზრახი არაფერი არის, პირიქით სასიხარულოა. მე მგონი ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველა უნდა ჩაერთოს ტელევიზიის ყველა გადაცემა თითოეული მოქალაქე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს ეხება. 2015 წელი ზოგადად გამოცხადდა სხვადასხვა სტატისტიკას ვეცნობოდი გუშინ რაღაც მასალებს და თუმცა მსოფლიოში თურმე C ვირუსით 130-დან 170 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. საკმაოდ მაღალი რიცხვი არის. სწორედ ამან გამოიწვია ალბათ საიდან გაჩნდა საერთოდ იდეა, რომ მსგავსი ტიპის მასშტაბური PR აქცია დაგეგმათ. იცით რა, ამ PR აქციის იდეის გაჩენამდე გაჩნდა იდეა, რომ საქართველოში დაწყებული იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და ეს იდეა უშუალოდ ეკუთვნის დავით სერგეენკოს. ის რამდენიმე თვეა პრინციპში გასულ წელს დაიწყო ამ პროგრამაზე მუშაობა. ამერიკაში რამდენჯერმე იყო მოლაპარაკებების საწარმოებს როგორც ამერიკულ მხარესთან, ამერიკულ CDC-სთან, ასევე გილიადის წარმომადგენლებთან, უშუალოდ წამლის, სოფოს ბუვირის შემქმნელებთან. და სწორედ აი ამ სამკუთხედის თაოსნობით განხორციელდება ეს პროექტი საქართველოში 2015 წელს. და რაღაც უფრო მარტივად მინდა და უფრო აქციაზე მინდა და მესაუბრე, მაგრამ მოკლედ მთავარი მესიჯი რაც უნდა იყოს და რასაც ითვალისწინებს ეს პროგრამა. ელიმინაცია ითვალისწინებს დაავადების აღმოფხვრას, მაგრამ ეს არ გულისხმობს მხოლოდ მედიკამენტებით პაციენტების უზრუნველყოფას. აუცილებელი პირობაა ჩადებული ამაში, რომ ცალკე ვიმუშაოთ პრევენციაზე. ანუ მაგალითისთვის კარგად გამოდგება ეგვიპტე, იქ სადაც მუდმივად მედიკამენტური მკურნალობა ხორციელდება, მაგრამ ელიმინაცია ვერ განხორციელდა, ვინაიდან პრევენცია ვერ განხორციელდა კარგად და ამიტომ ჩვენ ჯერ ვიწყებთ პრევენციით. ეს ნიშნავს, რომ აი სტომატოლოგიური სალონები, სადგილები თქვა ტატუს სალონები, ყველანაირად უნდა იყოს დაცული. ჩვენი უფლებები რა მოვითხოვოთ და სად უნდა შევდიოდეთ და სად არ უნდა შევდიოდეთ, სად ალბათ უკვე დროთა განმავლობაში იქნება სტომატოლოგიურ კაბინეტში, სადაც არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს. თუმცა მეორე მხრივ ძალიან რთულია ყველა ამ სალონის გაკონტროლება და იმიტომ რომ ქუჩაზე შეიძლება 2-3 მსგავსი. სწორედ მაგიტომაც მექანიზმები უნდა გაძლიერდეს კონტროლის ამ შემთხვევაში რეგულაციები და ეს თავის მხრივ ამის კანონის ძალით მოხდება და ვთქვათ იმ შემთხვევაში არ დაზარალდება ამ პაციენტის ინტერესი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტორიც, რომ ეს საზოგადოება აქტიურობს. როგორ უნდა ჩაერთოს ჩვეულებრივი მოქალაქე ამ ყველაფერში? ერთიანად გავიჩნდა და მოქალაქეებს ყოველს მოუწოდეთ, ანუ თქვენ უკვე იცით, აი ჩვენი ატრიბუტი გახდა ეს წითელი ფერი მარკეტერი, რომელთაც დავდივართ და ყველა უკვე ერთმანეთს მასა აიტაცა ეს აქცია. და ყველა ადამიანი, ჟურნალისტები, მსახიობები, რიგითი ექიმები, ყველა ერთიანად ჩაება, იმიტომ რომ აი ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლა გახდა რაღაც ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი 2015 წლის დასაწყისიდანვე და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ აი ყველა ეს მასიურად მოიცვა ამ ყველაფერმა და ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა. ერთი რამ მინდა კიდევ შევნიშნო, რაც ძალიან მახარებს. ეს ის შემთხვევა, ანუ C ჰეპატიტის პროგრამამ და ამ აქციამ ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი, მოახერხა ის, რომ პოზიცია, ოპოზიცია, ურთიერთდაპირისპირებული ხალხი ერთმანეთს დააკავშირა და ყველა აი ესე
ყველა გაერთიანება. ეს ძალიან კარგია რაღაც იდეის ირგვლივ, თურმე მართლა შეგვიძლია გაერთიანება და ჩვენც რაღაცნაირად აი ყველა ესეთი გარდა აი ამ ჟესტისა და სოციალურ ქსელში შემდეგ ამის გავრცელებისა, ჩვენ რიგით მოქალაქეებს რა გვევალება, ამის იქით რა უნდა გავაკეთოთ პრევენციაში, როგორ აქცია გულისხმობდა ესეთ რაღაცას. თავიდანვე იდეა იყო ესეთი, 3 გზავნილი, რომელიც პირველი გაუშვა დავით სერგეენკომ და მოითხოვა საზოგადოებიდან თქვენც მოგვაწოდეთ თქვენი 3 გზავნილი, ანუ ჩვენ ამით ვაკვირდებით საზოგადოების დაკვეთა რა იქნება და ძირითადად ჯერჯერობით რაც შემოდის, პირველი თუ არა, აი, ნუ ამ 3 გზავნილიდან ერთი ყველა ვარიანტში არის გამკაცრდეს რეგულაციები. ალბათ ეს იმანაც განაპირობა, რომ უკვე ჩვენ დეკლარირებული გქონდა, რომ წამალი იქნება. ანუ ჩვენ რომ ვუმკურნალებთ ხალხს, ეგ უკვე იციან. ეხლა მთავარი დაკვეთა არის გამკაცრდეს რეგულაციები, იყოს კონტროლი, იყოს აი სტანდარტები დაცული. და ძალიან კარგია, რომ ამაში აქციაში უკვე ჩაერთო იგივე სტომატოლოგიური კაბინეტები, იგივე სალონებიც, აი ნელ-ნელა ვხედავ უკვე ეს ხალხი კვირის ბოლოს, აი ამ კვირის ბოლოს დაგეგმილი არის სტომატოლოგთა რაღაც კონფერენცია და ისინიც ერთვებიან ამ აქციაში. იმ კვირაში გავივლი დეტალებს, ალბათ რა იქნება და როგორ მეტი არ ვიცი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, რომ ისინი უკვე გამოგვიყვანს. ხედავთ კოლას და თქვენ ნახეთ ერთ-ერთი პირველები იყავით თქვენ GDS-ის წარმომადგენლები, რომლებიც ჩაერთეთ ამაში და აი ძალიან სასიამოვნოა ეს ფაქტი, რომ ესე გადაცემები ხდება და ჩვენ Facebook გვერდზე გროლდება ეს ყველა მასალები არის აბსოლუტურად განსხვავებული, თქვათ რეგიონალური იუსტიციის სამინისტროსთან და ორიგინალები არის, თქვათ რიგით ადამიანები, ერთი ფოტო იყო ფეხმძიმე გოგონა, რომელიც დგას და ხელით და ბავშვის, თქვათ ის ფოტო არის ძალიან ბევრი ერთიანობა მოხდა და რაღაცნაირად გაერთიანება. ხირურგებიც ჩაერთვნენ, ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ არა მარტო პრევენცია, არამედ კონტროლიც, რომ რაღაცნაირად წელიწადში ერთხელ მაინც გავიკონტროლოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ ალბათ კბილის ექიმთან თუ არა სალონში ვყოფილვართ, ხო? თუ ეჭვი გვეყარება ჩვენ რომელიმე სტომატოლოგიურ დაწესებულებაზე ან სალონზე შეგვიძლია რამე ცხელხაზე და ხელხაზეშობითად ჯანდაცვის სამინისტროს აქვს თავისი ცხელხაზი 15.05, სადაც ყოველთვის ნებისმიერ კითხვაზე სადაც ძალიან სასიამოვნო რომ ყოველთვის პასუხს ხვდება. მართლა ძალიან დიდი მონდომებით მუშაობს და იმიტომ არის ხელხაზის მუშაობა რაღაცა ეს არის. ხდება რომ აი მე მქონია ესეთი შემთხვევა, ხშირად მირეკავენ ბევრნაირი შეკითხვით და ბევრისთვის მithქვამს, რომ იცით რა, ცხელხაზე დარეკოთ და თითქოს თავიდან შეურაცხყოფად ღებულობენ გადამამის სამართა გონიათ და ამ დროს ხელხაზს ჩვენზე კომპეტენტურის და უბრალოდ მათ ბაზასთან წვდომაც აქვს და ბევრი უფრო კვალიფიციური პასუხის გაცემა შეუძლია. ერთი ვარიანტი არის ეს ცხელხაზი, მეორე ჩვენი Facebook გვერდი, სადაც გროვდება ეს მთელი შეტყობინებები, ყოველს თავისუფლად შეუძლია აქტიურია უკვე ძალიან აქტიური. აი ყოველ დღე ჩვენ გონია რომ თქვა ერთი დღე გავიდა რაღაცა ჩაცხელწებ, მეორე დღეს გაჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით და იმდენი ხალხი, არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, კერძო კომპანიები, ბანკები, ექიმები, ჟურნალისტები, სტუდენტები, ძალიან ბევრი და ჩვენ უკვე ისეთი ფართო ხასიათი მივიღαμε, გვინდა რაღაცნაირად განვავითაროთ, გამოვაცხადოთ მე თქვა აი ფოტო კონკურსი, ყველაზე საუკეთესო ფოტო, რომელიც ან რამე ჩავწეროთ თქვა მუსიკალური ჰიმნი, სტოპცე ან რაიმე თქვა ვიდეო რგოლი და თქვენ ყველა ერთად რაღაცნაირად გავერთიანდეთ და დიდი მადლობა თქვენს რომ ერთ-ერთი პირველები ჩაერთეთ ამ აქციაში და აი ამ განვითარების უკვე კუთხით ჟურნალისტების თქვათ მხარში დგომა და ყოველასი ძალიან საინტერესო ჩვენ სერიოზულ პიარ კამპანიას გეგმავთ და კიდევ აი ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრა ირაკლი იმნაიშვილს. ეს არის ადამიანი, რომელსაც თავად ჭირდა ეს დაავადება და მან არ დამალა ეს დიაგნოზი, მან ისაუბრა ხმამაღლა, მან გაიარა ინტერფერონის თერაპიის კურსი და რა რთულია ინტერფერონის თერაპიის კურსი, მე პირადად ირაკლი იმნაიშვილის ბლოგებიდან ვიცი თორემ. ისე ალბათ ვერ გავიგებდი და აი რამდენჯერმე წავიკითხე ეს ბლოგი, იმიტომ რომ მეც მცოდნოდა რა იყო და თითქოს მეც გადავიტანე მასთან ერთად ეს რაღაც დაავადება და ამიტომ მესმის ამ ადამიანების და ამიტომ მოუწოდებ ყველას, რომ ეს დაავადება არ არის
სამარცხვინო დაავადება, არ არის სტიგმა. ძალიან ბევრი ზარი მაქვს, ძალიან ბევრი ახლობელისგან, ბევრი ჟურნალისტისგან, ბევრი ნაცნობი ადამიანისგან და თავიდან იყო რაღაცა აი მინდა შეგხვდე, მინდა დაგელაპარაკო და მე რაღაცა აი ძალიან ისე გამომდის. თითქოს ახსარებას მაბარებდნენ, იცი რა, მე წამალს არ ვიკეთებდი, მაგრამ C ჰეპატიტი მაქვს და მინდა რომ ყველა მიცოდეს, რომ C ჰეპატიტი მარტო აი ნარკომანობას არ ნიშნავს და ეს შეიძლება სრულიად შემთხვევის რაღაცა სისხლის გაწესვით შეიძლება დაემართოთ და ამიტომ ნუ დამალავთ ამ დიაგნოზს, ნუ შეგეშინდებათ ამ დიაგნოზის კარების თუნდაც ძალიან მალე ალბათ ამ ქვეყანაში ამ დიაგნოზით ადამიანები აღარ ჩვენი სწორედ ეს არის და ეს მინისტრმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უნდა მოხდეს ამ დაავადების ელიმინაცია აღმოფხვრა მთლიანად. და ეს წამალი, რომელიც არის აი 21 საუკუნის ახალი პრეპარატი, რომელსაც აქვს ძალიან ნაკლები უკუჩვენება, თითქმის საერთოდ არ აქვს, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, რომელიც არის ძალიან ძვირი. აი რაც მაგალითად მოყვა ალმასის, აი თქვა, აი თითო აბი, რომელიც არის ეს კურსი, რაც $90,000 მეტი შეერთებულ შტატებში. ჩვენთან იქნება ნამდვილად ხალმისაწვდომი ყველას. აი მაგაზე ვერ ვლაპარაკობ, ვინაიდან და ასე შემდეგ კონტრაქტი უნდა გაფორმდეს ამერიკულ მხარესთან თებერვლის ბოლოს და უკვე ყველა დეტალი ისედან მე მგონი 60%-იანი თანადამოუკიდებლობა. ეს იყო სხვა პრეპარატია, რომელიც ასევე ძალიან კარგია, თუმცა ინტერფერონიც იყო უპრეცედენტო შემთხვევა, თუნდაც ინტერფერონის თერაპია რომ ჩაეტარებინათ ადამიანებს, აი ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი არის ემიგრაციაში საფრანგეთში წასული და მიდიოდნენ ქვეყნიდან, ბარდებოდნენ, ტოლვილებად რჩევებოდნენ იქ, იმიტომ რომ გაევლოთ ეს კურსი. და დღეს უკვე, ნუ შარშან ივლისიდან უკვე ადამიანებს საშუალება ჰქონდათ, რომ ინტერფერონის 60%-ის ფასდაკლებით შეისყიდათ, ციხეებში აბსოლუტურად უფასოდ განხორციელდა კვლევაც და მკურნალობაც და 60%-იანი ფასდაკლებაც მოგეხსენებათ არ არის ცუდი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრს უჭირს ინდონეზიის ეს 60%-იანი ფასდაკლების მედიკამენტით რომ ისარგებლონ, მანამ უნდა გაიარონ კვლევები, უნდა ჩააბარონ ანალიზები, რაღაც პასუხები უნდა მოიტანონ, რომ დადგინდეს დიაგნოზი, დადგინდეს დოზები, რა არის წამალი უნდა გაიტანონ და ძალიან ბევრმა სამწუხაროდ ვერ მოახერხა ეს და აი პირდებით რომ სოფოს ბუვირი უფრო ხელმისაწვდომი ეს ბევრად უფრო შედეგიანი პრეპარატია, ნაკლები უკუჩვენებები და ეს არის სოფლის 21 საუკუნის ერთ-ერთი აღმარჩენა, იმიტომ რომ თითქმის მთლიანად ამარცხებს ამ დაავადებას. ჩვენ მე მგონი შევთანხმდით, რომ ეს არის სახალხო აქცია, რომელიც გარშემოც მართლაც ყველა გაერთიანებს. ერთი რამი და თქვა ბოდიში, ნუ რამდენიმე წელია PR-ში მუშაობ და ზოგადად როცა რაიმე დიდ ღონისძიებას ან აქციას ვიწყებ, ძირითადად მიდის ხოლმე აი ჩემთან ხომ არ მოიტან რეკლამას, ჩემთან ხომ არ მოიტან და აი მინდა ხაზგასმით ვთქვა და ყველა გამოცემას, ყველა ტელევიზიაში, ყველანაირ მედია საშუალებას, აი გუში რო შეიქმნა თუნდაც იმასაც ყველა მწერს და მეუბნება და მირეკავს ჩვენ ამ ყველაფერს გაგიკეთებთ უფასოდ და ეს იყო იმხელა მხარდაჭერა და ისეთი ტიპის მხარდაჭერა რომ აი თვითონ ყველა თავის გვერდზე ხო წერდა და ჩვენც რო წერდნენ აი მეტი мотиваცია გვაქვს მინდა რომ აი არავინ არ დარჩეს ამ აქციაში ჩავრთავი და აი ყველა მედია საშუალებას მაქსიმალურად კარს უღებთ თუნდაც ინტერვიუ იქნება თუნდაც საგაზეთო თუნდაც სატელევიზიო თუნდაც რადიო მე მგონი ეს ის შემთხვევა როდესაც ტელევიზიებმა დაივიწყეს და გვერდით გადადეს ეს პირველობის ნამდვილად არის ჩვენი შემდეგ პირველი ვიყავით თქვენს კოლეგებთან ჩვენ დღეს გადაცემაში რუსთავიორზე საიდანაც მათი იდეა იყო ერთ-ერთი ეს სწორედ და თვითონ მათ გამოიწვიეს უკვე თქვენი კოლეგები პირველი არხიდან აქ არ არის კონკურენცია, აქ არის ერთიანობა და იყო ძალიან ეს მახარებს თემები სადაც პირველი მეგავაშუქებთ მინისტრების სოლიდარობაც ძალიან ისეთი იყო სამინისტროების და ბოლოს იყო თეატრ ოკეანის ესეთი ორიგინალური გამოწვევა მან ყველაზე პატარა 10 წლის ბავშვი გამოიწვია, რომელიც თავის დროზე არჩევნების დროს მას დაყვებოდა ესე კარტა. ძალიან რაღაც ისეთია, სახალისოც გახდა, იმედის მომცემიც გახდა და გახსოვთ ალბათ ეს აქცია, რომელიც ჩატარდა ზაფხულში რომ ეს წლის გადასმით. ანუ ზოგადად მაშინაც ჩვენ დავინახეთ მაშინაც ჩართულობა საზოგადოების, თუმცა ეხლა ეს კიდევ უფრო არის, აი იმ შემთხვევაში, ზუსტად აი ზაფხულის შემთხვევაში ხშირად დავიწყებული იყო
მიზანი რის ძალიან სახალხო უბრალოდ გადაეცა წყალი ეს აქცია რაღაცა ინფორმაციით არის დატვირთული და ყველას გააზრებული აქვს რა თითოეული ადამიანი იაზრებს იმას თუ რა მძიმეა ჰეპატიტით დაავადებულთა ყოფა ამ შემთხვევაში და როგორ შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ მათ მე მინდა ხო არა და ეს ერთიანობა ჩანს աշխარհში მოქალაქეების ჩართულობას და აქტიურობას დაუბრუნდა აღნიშნე რომ Facebook-ის გვერდზე ძალიან ბევრი შეტყობინება მოდის არის რაღაც კონკრეტული შემთხვევები როდესაც მიგითითებენ რომ თქვა იმ სალონში არის დარღვეული ჩვენ ეს მოუწოდეთ აი ზუსტად ეს მინისტრმა თქვა რომ თუ იქნება რაც გარკვეული სახის ინფორმაცია თუ იქ ამაზე განხორციელება კონტროლით ერთის მხრივ და ეს დაიწყება ახლოს მომავალში თუმცა ნებისმიერ ადამიანს თქვენგანს ვისაც ექნება ამის მაგალითი შეუძლია თქვა ცხელხაზე იქნეს დატოვებული და შემდეგ რეაგირება აუცილებლად ჩვენთან სამინისტროში რომელიც განახორციელებს სპეციალურ ვთქვათ მონიტორინგს ამ თემაზე და ეს ნამდვილად პრევენცია აუცილებელია იმიტომ რომ იქიდან არის საწყისი სწორედ სტომატოლოგიური ტატუ სალონები სილამაზის სალონები ეს თუ არ გავამკაცებთ როგორც აი მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება მაშინ ჩვენ აი ვერ მივიღებთ იმ შედეგს ეს მთელი საქართველოს მასშტაბით არის ხო და არა მხოლოდ რამდენად არიან რეგიონები ჩართულები ამ ყოველ რეგიონები ჩართულები იქნებიან ვინაიდან მარტო თბილისში რომ იყოს ცენტრი თავისთავად ხადია ძალიან ჯერ სტატისტიკა ზუსტი მაინც არ ვიცით საქართველოში რამდენი ადამიანია დაავადებული მაგრამ როგორც ვიცით რეგიონებში ძალიან ბევრია დაავადებული და ამიტომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები იქნება ჩართული და რეგიონებშიც იქნება ადგილები სადაც მილიან ადამიანები და უბრალოდ რაც შეეხება წამალს ვინაიდან წამალი ძალიან ძვირია და ვინაიდან რისკები არსებობს ნებისმიერ ქვეყანაში არა მარტო საქართველოში ვიღაცას თუნდაც ერთი აბი რომ გაყიდოს კარგი თანხა იყოს ეს იქნება ზუსტად ისეთივე მკაცრად გაკონტროლებული როგორიც არის მეტადონის პროგრამა და ასე რომ არც გადაყიდვის შანსი არ იქნება არც რაიმე манипуляციის ადგილზე მივლენ ადგილზე გაკონტროლდებიან ადგილზე მიიღებენ ორი სიტყვით აი შავი ბაზრის რეგულაციაზეც რომ გითხრათ სანამ დავასრულებთ საუბარს თუ შეიძლება აი როგორ ზუსტად ისე როგორც არის მეტადონის შემთხვევაში ვინმეს გაგიგიათ რომ მეტადონის გაყიდვა ან გადაყიდვა მოხდა მივა ადგილზე სავარაუდოდ ეხა ეს გინდება მაგრამ იქვე მოხდება აბის მიღება ხო ეს არ არის ამოიღენ მარაგი დაიდეს შეიძლება ამოიღოს სახში რა თქმა უნდა მაგრამ ეს მოხდება აი მკაცრი რეგულაციებით პიროვნებაზე იდენტიფიცირება და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ გქონდეთ ალმასის აი ძალიან ძვირია ეს წამალი და აი ვიღაც თქვათ რომ არ გავიზღვიოთ თავის გარემო ხდეს გადატანა და გადაყიდვა ამას ძალიან მკაცრად გააკონტროლებს ამერიკული მხარეც თვითონ ქართული მხარეც და ანუ ამ ეს აქცია იმიტომ შეიქმნა საქართველოს რომ რაც განსაკუთრებული წინაპირობა ამერიკელების მხრიდან იგივე გილნეთის მხრიდანაც რომ მათ უკვე ნახეს როგორ ხორციელდება საქართველოში ჩვენი სხვა პროგრამები იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა როგორ მიმდინარეობს და იგივე იციან როგორ მიმდინარეობს მეტადონის პროგრამაში ჩართული ხალხის კურნალობა და ასე რომ რისკები ნაკლებია ჩვენ ყოველთვის თქვენთან ერთადაც სულ იქნება თქვენ გარკვეულწილად რომ თქვენ ანგარიში ჩაბარება კი ანუ ამ პროგრამას მუდმივად თქვენ ერთ-ერთი ყველა მონაწილეები ხართ ამის და აი ყოველი შემდეგი ეტაპი ეცნებება საზოგადოებას და როგორ მიმდინარეობს როგორ მოხდება თქვენ ხელშეკრულების გაფორმება ამერიკულ მხარესთან და მემორანდუმი და ასე შემდეგ. გიორგი, შენ ხო არ დაგიწერია და მოდი მე კიდევ მე ვაპირებ შეჯობია თუ გასპორტდება არა შეგეცდია აი არა სანამ მივალ კიდე პირადად შენ ვინმე გამოიწვია ამ შემთხვევაში იმიტომ რომ გადაცემის სახელით უკვე გამოწვეულია აი გამეჩვია შენ მეკობრები მოიფიქრე გადაცემა უნდა გამოიწვია სამი გზავნილი თქვენ როგორ ფიქრობ რომ დავამარცხოთ და კარგი ჩემი გადაცემის ჯგუფს ვიტყვი პრესპექტის ხოლმე ამოვა ყველა ესე დამხვდებით და დავტვირთავთ ხოლმე მოდი გზავნილები ვთქვათ ალბათ ინფორმირებულობა მეტი პრევენცია და ერთად დავამარცხოთ ძალიან მადლობა რეკლამა რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით ვაგრძელებთ თამაშზე მუშაობა არა აუცილებლად კიდევ ერთხელ მოვათ უკვე შემდგომში უკვე რაღაცა დიდი მადლობა გაიხარეთ მადლობა